მარჯობა. ეს გეტყვით როგორ უნდა გაიფორმო ქონება ისე რომ თქვენი უფლებები სრულად იყოს დათმობილი. ადრე ხშირი იყო და მიღებული იყო რომ როდესაც მხარეები რაღაცაზე შეთანხმდებოდნენ, მაგრამ ბინის შეძენისასაც ხდებოდა ისე რომ ერთი მხარე მეორე მხარეს გადასცემდა გასაღებს და ეს გასაღების გადაცემა ითვლებოდა უკვე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებად და საკუთრების უფლების გადასვლას. მაგრამ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ქონების მესაკუთრედ ითვლება ის ადამიანი, ვის სახელზეც არის ეს ქონება აღრიცხული. იგივე მიდგომები სამწუხაროდ დღემდე ვრცელდება მიწის ნაკვეთებზე, კერძოდ ადამიანები ერთმანეთს ხელზე გადასცემენ თანხას, მიწის ნაკვეთს არსად დაარეგისტრირებენ და მედოვნებენ რომ ეს ჯელტმენური გარიგება იქნება ძალაში, თუმცა შეიძლება იყოს ძალაში, მაგრამ პირველივე საჭიროებისას იქნება ეს იპოთეკით სესხის აღების საჭიროება, იქნება ეს ძრავი ქონების გაყიდვის სურვილი თუ ნებისმიერი სხვა გამოწვევა თუ ინტერესი, ნებისმიერი მესამე პირი შეძენამდე მოგთხოვთ საჯარო რეესტრის გამონაწერს. შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა რატომ არ გაქვთ რეგისტრაცია, იქნება ეს იმიტომ რომ თქვენ ამ სახლში ცხოვრობთ წლებია და ეს ყველა მიცის, თქვენ ამ ნაკვეთს ფლობთ წლებია და ეს ყველა მიცის, თუ ავტომობილი ხელზე შეიძინეთ და ეს ყველა მიცის, არ აქვს მნიშვნელობა. საჯარო რეესტრში უნდა დავარეგისტრიროთ ნებისმიერი უძრავი ქონება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა დავარეგისტრიროთ ავტომობილები და მათ შორის იარაღიც, რომელიც შეიძლება რელიქვია იყოს და საკმაოდ ძვირადღირებული იყოს, ზოგიერთი ეგზემპლარი შეიძლება საშუალო სტატისტიკურ ბინაზე უფრო ძვირიც კი იყოს. აქედან გამომდინარე სარეგისტრაციო სამსახურთან თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და არის თქვენი უფლებების გარანტი. ის რომ ვინმე ფიზიკურ პირს შეუთანხმდით და ხელი ჩამოართვით სამომავლოდ არ დაგიცავთ, იმიტომ რომ იმ ვინმე ფიზიკურ პირს შეიძლება მათ შორის გამოუჩნდეს მოდავე მხარე, რომელიც თავისი კანონიერი ან თუნდაც უკანონო, მაგრამ ეს უკვე ცალკე წარმოების საკითხია, მაგრამ თუ დაუშვებთ ალბათობას, რომ კანონიერი მოთხოვნები ექნება მესამე პირს, მაშინ ის მესამე პირი თავისი მოთხოვნების აღსრულებას მიმართავს სწორედ აი ამ ადამიანის ქონებებზე, რომელიც თქვენ კი შეიძინეთ, მაგრამ იმის გამო რომ საჯარო რეესტრში არ დაარეგისტრირეთ, ჯერ კიდევ იმ ადამიანის სახელზეა და აქედან გამომდინარე თქვენ ქონებაზე მიექცევა აღსრულება. თუ მსგავსი პრობლემა ან გამოწვევა გაქვთ, დაწერეთ კომენტარებში და ეძლების დაგვარად დაგაკვალიანებთ.